რუსეთი იქცა საფრთხედ საფრანგეთისა და ევროპისთვის. ახლაც ასეა და მომდევნო წლებშიც ასე იქნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. წინააღმდეგობა გაუწიოს მანამ, სანამ შეძლებს მოელაპარაკოს რუსეთს სტაბილური მშვიდობის აღდგენის შესახებ, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე თითოეული ჩვენგანისთვის. ცივი ომის დასრულების შემდეგ ზოგს სჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლებოდა გამხდარიყო ევროპის ეკონომიკისა და უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. ზოგსაც ეგონა, რომ შეგვეძლო უსასრულოდ გქონოდა ამერიკის მხრიდან სრული დაცვის იმედი. ილუზიების დრო დასრულდა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროპის თავდაცვა და ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ. ევროპა კედელთან არის მიმწოდებული. ამერიკელები აღარ აპირებენ ევროპის თავდაცვაზე ზრუნვას მაშინ, როცა მოსკოვი უკრაინაში მშვიდობის აღდგენის სანაცვლოდ მიუღებელ პირობებს აყენებს. თავდაცვის პოტენციალის გაფართოება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება ახლა პრიორიტეტული საკითხია ევროპის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას. ამ ქვეყნის მიერ მიღებული საერთაშორისო დახმარების ნახევარი სწორედ ევროკავშირზე მოდის. ბრიუსელის მიერ უკრაინისთვის მიცემული სამხედრო დახმარება 49 მილიარდ 300.000 ევრო შეადგენს. ევროპლოკის წევრ სახელმწიფოებს უნგრეთის გარდა სურთ ისევ მიაწოდონ უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის შემთხვევაში ჯარის გაგზავნასაც ფიქრობს. თუმცა ეს ჯერჯერობით საკმაოდ საკამათო საკითხია. ევროპლოკს, რომელსაც არ ყავს საერთო არმია, სურს ჰქონდეს თავის დაცვის საშუალება, რის გარანტიასაც აქამდე ნატო იძლეოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32 წევრი ქვეყნიდან 23 ევროკავშირის შემადგენლობაში შედის. თუმცა ამერიკის მიერ გაღებული სამხედრო ხარჯი ნატოს დანარჩენი წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე დახარჯული თანხის 2/3-ს უდრის. როდესაც გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ ამერიკა ევროპაზე აღარ იზრუნებდა, ევროკავშირის წევრმა 27 სახელმწიფომ გასულ მარტს დაამტკიცა ევროპის ხელახალი შეიარაღების გეგმა. ამ გეგმის მიზანია მიიზიდოს 800 მილიარდი ევრო ევროპის თავდაცვის დასაფინანსებლად 2030 წლამდე. ევროპის თავდაცვის ამბიციას ხორცი რომ შეესხოს დრო დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში, როგორც მრავალი ექსპერტი ამბობს, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ ევროპა დაეხმაროს უკრაინას, რათა მან რუსეთისაგან თავი დაიცვას. ამაში დარწმუნებული არიან უკრაინელი ჯარისკაცებიც, რომელთაც გასულ თებერვალში შეუხვდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ბრძოლა არ წყდება. ჩვენ აქ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის არ ვიბრძვით. ჩვენ მთელი ევროპის თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. პოტენციურ მშვიდობაზე საუბრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამ ოფიცერმა ევროპელ ლიდერებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. თუ ევროპა ფიქრობს, რომ ნებისმიერ დროს კონფლიქტის გაყინვა უკრაინის ტერიტორიულ პრობლემას გადაჭრის და ასე ვთქვათ, შეამცირებს რუსეთის შეჭრის რისკს საფრანგეთის ტერიტორიაზე, ამ საკითხს ასე არ უნდა მიუდგენ. ეს არ არის ლოკალური კონფლიქტი. ის უფრო გლობალურია და ეს ომი ყველას აყენებს ზიანს. Აი ასე. Конфлікт він не локальний, він більш глобальний. Тому зважайте на те, що ця війна стосується всіх. Отак. ამ აზრს იზიარებს მაქსიმიც, უკრაინის არმიის სამოქალაქო სამხედრო ურთიერთობის ოფიცერი. იგი ამბობს, რომ რუსეთთან ნებისმიერ დათმობაზე წასვლა, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხებში, მადას უფრო მოუმატებს მოსკოვს. Франція ж не побажала віддати просто საფრანგეთს არ უნდოდა რომელიმე ტერიტორიის დათმობა გერმანიისთვის მშვიდობის სანაცვლოდ. არც ინგლისს სურს თავისი კუნძულების მიცემა არგენტინისთვის მშვიდობის გულისთვის. რატომ უნდა გასცეს რამე უკრაინამ, რომელიც 1991 წლიდან სუვერენული სახელმწიფოა და ხალხს, რომელიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, დაბრუნება უნდა. ეს კიდევ მინდა არასოდეს დამთავრდება. ის კაცი დღეს თუ დონბასს, ლუჰანსკს, ყირიმს მოითხოვს, ხოლმე მოინდომებს ზაპორიჟიას, ხერსონს და მერე დნიპროს და ჩვენ ქვეყანა აღარ დაგვრჩება ასეთი მინდას მერე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ არავითარ датმობაზე არ უნდა წავიდეთ. იმიტომ, რომ თუ კი ერთხელ датმობ, მერე ისევ და ისევ გაიძულებენ датმობას. Завдяки таким хотілкам. Тому я вважаю, що ніяких поступок не може бути, тому що, поступишся раз, змусять поступитися ще. ვლადიმერ პუტინის ამბიცია არ შემოიფარგლება უკრაინით, ამბობს ეს ოფიცერი, ისევე როგორც მრავალი ევროპელი ლიდერი. Я думаю, що якби була можливість сказати, що ჩემი აზრით, შესაძლებლობა რომ გქონდეს ბრიუსელს რამე უთხრათ, უბრალოდ ვაჩვენებდით თუ რას აკეთებს ეს სახელმწიფო დღეს, რომელიც ამბობს, რომ გვათავისუფლებს ნაცისტობისგან, რომ ჩვენს დემილიტარიზაციას ახდენს და კიდევ რას არა. დღეს უამრავ ვიდეოსა და ფოტოს ნახავთ, რომლებიც აჩვენებს, რომ ისინი უბრალოდ ხოცავენ ხალხს, ესვრიან და თავს აჭრიან. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ და ვთანხმდებით. უნდათ ევროპელებს ეს საკუთარ ქვეყანაში იხილონ? იმიტომ რომ ისინი იქაც მივლენ. ისინი საკუთარ მოსახლეობას ამუშავებენ ისეთ ინფორმაციით, როგორიცაა მაგალითად, რომ მათი ბაბუები ბერლინამდე მივიდნენ. სურს ვინმეს ევროპაში ამ გმირების ხილვა ბერლინში, რომლებიც ყველას ხოცავენ, ვისაც ხედავენ. Сьогодні хтось з Європи згоден побачити в Берліні цю
цей герой, який вбиває все, що бачить. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან ევროკავშირი გარიყულია, რამდენად შეძლებს ის გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. ამ საკითხზე ვესაუბრე სტივენ ევერეტს, ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის დირექტორს. მიმდინარეობს ორმხრივი საუბრები ამერიკა რუსეთსა და ამერიკა უკრაინას შორის, მაგრამ ევროკავშირი როგორც ასეთი არ მონაწილეობს ამ თამაშში. რა იქნება საუკეთესო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან? უფრო გაუზარდოს დახმარება უკრაინას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდხანს გაგრძელდება და არ მგონია, რომ სწრაფად დასრულდეს სტაბილური სამშვიდობო შეთანხმებით. არსებობს იმის საფრთხე, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის უკვე შედგა გარკვეული ორმხრივი შეთანხმება ისეთ პირობებზე, რომლებიც მიუღებელია ჩვენთვის, როცა საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ან უკრაინის თავისუფალ ნებას აერჩიოს მოკავშირეები. ან თუნდაც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს მომავალში აგრესიას. პუტინს ისევ სურს, რომ უკრაინა დაიქვემდებაროს. ამიტომ ჩვენ უნდა განმოგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს ამ ომში რაც შეიძლება დიდხანს. რათა უკრაინა მათ შეძლოს უარის თქმა ისეთ გარიგებაზე, რომელიც მიუღებელია მისთვისაც და ჩვენთვისაც. To a deal that is unacceptable to them and is unacceptable to us. უფრო კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს და რამდენად რეალისტურია ჯარის გაგზავნა? მე ორ რამეს დავასახელებ, რისი გაკეთებაც ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს კიდეც ახლავე. როგორც იცით, ევროპული და სხვა ქვეყნებიც წვრთნიან უკრაინის ჯარს, მაგრამ ეს უკრაინის გარეთ ხდება. არადა უფრო ეფექტური იქნებოდა თუ კი ასეთი სწავლება უკრაინაშივე გაიმართება. მეორე, რაც შეუძლია ევროპას გააკეთოს ახლავე, არის ის, რომ უკრაინას მხოლოდ საბრძოლო მასალით კი არ დაეხმაროს, არამედ საჰაერო თავდაცვითაც. ასე ბევრად უკეთ გაუძლებენ რუსეთის უმოწყალო დაბომბვას, რომელიც დღე და ღამე არ წყდება. და ბოლოს, რაც შეეხება ადგილზე ჯარის გაგზავნას, მოდი ნუ დავარქვევთ მათ სამშვიდობო ძალას. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს სხვა ნაწილიდან ქვეყნებმა გაერთიანებულ ერებს მიმართეს და მერე იქ ყავდა ლურჩაფხუტიანები, რომელთაც მერე ევროპული ჯარი დაემატა და შესაძლოა აზიის ქვეყნების ჯარიც. არა, კარგით რა. ჩვენ არ ვართ ნეიტრალური ამ ბრძოლაში. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ თითქოს გარკვეულწილად მშვიდობის ყოფილები ვართ რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ რაზეც უნდა ვიფიქროთ არის შემდეგი. რამდენად შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, რომ გააძლიეროს თავდაცვის პოტენციალი. ამას მშვიდობის ყოფილობა კი არ უნდა დავარქვათ, არამედ ჯარისა და მსგავსი საკითხების გაძლიერება. აქ სრულდება ჩვენი გადაცემა ევროპული ამბები. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.